გამარჯვებების ქალაქი 2025 წელს ემშვიდობება და ახალ 2026 სიკეთით სავსე და უკეთესი მომავლის იმედებით ხვდება. დედაქალაქის მთავარი გამზირი ვარსკვლავებით დაიხუნძლა. მთავარმა ნაძვისხემ კი ამჯერად რესპუბლიკის მოედანი დაამშვენა. ახალი წლის სურნელი და განწყობა თბილისის ყველა ქუჩაზე და ჰაერშიც კი ტრიალებს. ჯადოსნურად მორთული პირველი რესპუბლიკის მოედანი თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ყოველდღიურად მასპინძლობს. აქვეა საშობაო სოფელიც, სადაც სანტა ბინადრობს. პატარების მთავარი მასპინძელიც ისაა. თუმცა ამ სოფლის მაშენებლებმა იმაზეც იზრუნეს, რომ ახალი წელი დიდებისთვისაც ჯადოსნური და ზღაპრული იყოს. პირველი ნახევარი ეთმობა პატარებისთვის, პროგრამა გათვალისწინებულია ძირითადად პატარა ვიზიტორებისთვის, ხოლო დღის მეორე ნახევარი ყოველდღიურად იმართება სხვადასხვა ჟანრის კონცერტები. რაც შეეხება 31 დეკემბრის საზეიმო გალა კონცერტს, თბილისის მერია და კულტურის სამინისტრო აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებაში გავერთიანდით და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ მსმენელს არაჩვეულებრივი საღამოელის მრავალფეროვანი გასართობის სივრცეები, ქართველი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა. ჯასტენსი თუ ყინულის მოედანი, ეს ყველაფერი არაა, რასაც საშობაო სოფელი აერთიანებს. სახლიდან გამოსული სანტა პატარების განწყობაზე ზრუნავს, ასაჩუქრებს და მათ სურვილებს უბის წიგნაკში იწერს, იმისთვის რომ ოცნებები ასრულებული დაუბრუნოს. ყოველ დღე ძალიან ბევრი ბავშვი მოდის ჩემთან, მიზიარებენ თავიანთ სურვილებსა და ოცნებებს, როგორც ბავშვებს, ასევე მშობლებს და უფროსებსაც. ახარებთ ჩემი ნახვა და მე ბავშვებს რა თქმა უნდა პირდები ამ სურვილების ასრულებას. ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ 2026 წელს. კარგი იყო და გილოცავთ ყველას ახალ წელს და რა. ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან მოწონს გასართობისა ბავშვო ცენტრი. გილოცავთ ახალ წელს და კარგი დღე გიშურათ ყველა. ძალიან მომეწონა პირველ რიგში ნაძვისხე და ძალიან მაგარია და ყოველთვის მინდა რომ ესეთი იყოს და უფრო მაგარი იყოს. გილოცავთ 2026 წლის დაწყებას. და სანამ საშობაო ზღაპარი დასრულდება, საახალწლო სოფელში მოგზაურობის, სურვილების ასრულების და ოცნებების ახდენის დროა. თავგადასავალი კი მაშინ იწყება, როცა 1000 განათებულ მოედანზე ცხელი გლინტვეინით, უამრავი გასართობით, ჯადოსნური განწყობით და რაც მთავარია, საახალწლო სიმღერებით ყვდებიან. მინდა რომ სრულიად საქართველოს უსურვო, ულევი ბედნიერება, სიხარული, წარმატება, უფლისწყალობა და ყველა ბავშვის სახეს უყურებდე ბედნიერს და მომღიმარს. მე 4-იდან ჩამოვედი აქ და ძალიან სილამაზე არის და ყველას გილოცავთ ახალ წელს და მრავალს მეყვართ და ვინც უცხოეთში ხართ, აქედან გიგზავნით სიყვარულს და ბედნიერებას. ჯადოსნური დღეები თბილისში 7 იანვრამდე გაგრძელდება. რეგიონებში კი საახალწლო ზღაპრებს გალა კონცერტები დაასრულებს, თუმცა მანამდე საჩუქრების, კონცერტების და ფოიერვერკების დროა. მათ ფონზე კი საშობაო თავგადასავალიც გრძელდება. საახალწლო კონცერტების პროგრამა მრავალფეროვანი არის, გათვლილი არის ყველა ასაკის მსმენელზე. ველით ყველას რეგიონებში ერთად შევხვდეთ ახალ წელს. გაცოცხლებული ზღაპრები, ჯადოსნური საღამოები და დაუვიწყარი თავგადასავლები. ახალი წლის დღეები საქართველოში შობის დღესასწაულამდე გაგრძელდება. შობას კი მთელი ქვეყანა მეტი სიკეთის, მშვიდობის, მომავლის რწმენის და ოცნებების ახდენის იმედით ელის.